ლიზი დავითაძე 10 წლის. სწავლობ ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ხატვა და კითხვა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე მესამე წელია ვცეკვავ ანსამბლ ლილეში. მახსოვს პირველი დღე ლილეში რომ მივედი, არავის არ ვიცნობდი და ცოტათი ნერვიულობდი. ჯერ გავიცანი მასწავლებელი, მერე ბავშვები და ყველასთან დავმეგობრდი. ლილეში ჩემი ქორეოგრაფია ნუგზარ მიქაძე. ის არის მხიარული და ზოგჯერ მკაცრი. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ახალი ლილეთის სწავლა. ყველაზე უფრო გამიადვილდა ხელების მოძრაობა. ჩემი საყვარელი ცეკვაა აფხაზური. საყვარელი ლილეთია აი ეს. უკვე ორჯერ მქონდა კონცერტი. უფრო მეტონა მეორე კონცერტი, რომელიც მქონდა ბენზაში. მთელი დარბაზი იყო სავსე, ადვილი იყო ცეკვა და კარგად ვიცეკვე. ჩემი შემდეგი კონცერტი მინდა მქონდეს თბილისის ფილარმონიაში. მაგ კონცერტზე მინდა მეცვას გრძელი ყავისფერი კაბა, შავი ქამრით. კაბა შეიძლება ჰქონდეს ქართული ორნამენტები. მე ვაპირებ კიდევ ვიცეკვო 6 წელი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლა. ყველაზე ხშირად ვხატავ ბუნებას და ადამიანებს. ყველაზე რთულია ადამიანის სხეულის დახატვა. ყველაზე ადვილია მთის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის მწვანე და არ მიყვარს იისფერი. რადგან იისფერი ცოტა რაღაცა მუქი ფერია და მუქი ფერები არ მიყვარს. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს და სახლში მაქვს 17 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა ჩემს შვილებს დავათვალიერებინო. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს კარგი მასწავლებლები და კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ლილე შეშაბერიძე. ყველაზე ჭკვიანია სოფია მაჭოდაძე. ყველაზე მშვიდია ემილი კალანდარიშვილი. ყველაზე ცელქია გეგა გუჯაბიძე. მე ვარ ყველაზე თბილი, მეგობრული, ნიჭიერი და ლამაზი. მეგობრობა არის ერთად ყოფნის სურვილი. მე ახლა მყავს 7 მეგობარი და მინდა მყავდეს 10. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ბელა ნამგალაძე. იმიტომ რომ არის თბილი, ლამაზი და მეხუტება. ჩემი აზრით ბელა მასწავლებელი ყველაზე უფრო მე მიყვარს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოცეკვავი ან მხატვარი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ექიმი. ახლა მინდა ვიყო 13 წლის, რადგან უკვე ვიქნებოდი თინეიჯერი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ძმა, ბებო და ბიძია. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია სანდრო. ის არის მოუსვენარი, ცელქი და ჭკვიანი. ჩემი აზრით სანდრო რო გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის ძალიან საყვარელი, თბილი და მეგობრული. დედიკო არის ლამაზი, მსრუნველი და თბილი. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი კარგი დედიკო და მამიკო მყავს. ბიდიას ცოლი არ მოყავს და სულ ვეხვეტები, რომ მომიყვანოს ბიძო. კარგი კაცია და ეკუთვნის ერთი ლამაზი ცოლი. მე ვარ კარგი დიასახლისი და ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 8 წლის. ეს საჭმელი იყო პელმენები. ახლა ყველაზე გემრიელად გამომდის ყავის მოდუღება. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ენი გრინგეიბლიდან. კითხვა შემაყვარა ქრისტინა მასწავლებელმა. ბევრი წიგნი წაგვაკითხა და მადლიერი ვარ მის. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთ ლამაზ გოგონას თავგადასავალს. ეს ლამაზი გოგო რა თქმა უნდა ვიქნებოდი მე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურებდი. პირველ რიგში სამოგზაუროდ წავიდოდი მალდივებზე. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ლიზი რომ არ მერქვას, რა მერქვეოდა? მე ლიზი დამარქვა დედიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ლიზი რომ არ მერქვას, ალბათ მერქვეოდა ლიკ. ჩემს შვილებს დავარქმევ მარის, დემეტრეს და ნიას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ელექტროსკუტერი. ბედნიერება არის კარგი მეგობრები, ლეკვის ყოლა და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.